მოდულის შენობასთან ვართ და ველოდებით ადვოკატების გამოსვლას ხაბისთან არის შესრულები და ამასობაში დაგვეწია ქოცების განცხადებები. რომ ხაბეიშვილი არის დამნაშავეო ქრთამის შესთავაზა გედედეს თანამშრომლებს. იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ერთი წლის წინ ხაბე კიდევ მოკლეს. ამაზე მეტი სისულელე, უტიპრობა და ფარისევლობა რა უნდა იყოს, მაგრამ სოდომის ცოდვის შვილებისგან არაფერი არ უნდა გვიკვირდეს. ამათ ეშინიათ თავიანთი ცოდვების, რომ არ გამოუქვეყნოს ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა, რომელაურმა. თავიანთი ცოდვების ეშინიათ ხალხო. სოდომის ცოდვების ეშინიათ. ხო და აი ყველაფერს კადრულობა. ამიტომ მე მგონი მოვიდათ რომ ეს ხალხი დავაფინიშოთ 4 ოქტომბერს. ყველა უნდა შევიკრიბოთ. დავიწყოთ და დავამთავროთ 4 ოქტომბერს ყველაფერი რა. ამისთვის საჭიროა თქვენი შეკრება, თქვენი მოსვლა, თქვენი თანადგომა და ხუჭრიანი დროშა. აი ეს დროშა აქ ტყუილად კიდია. ეს დროშა ჩვენია, ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლოა და არა ქოცური რუსული რეჟიმის. ამიტომ გელოდებით დროშებით, გელოდებით ყველას რუსთაველზე 4 ოქტომბერს შვიდობიანი დამხობა რეჟიმს, შვიდობიანი რევოლუციის დღე იქნება 4 ოქტომბერი. აბა გელოდებით და რა ვიცი ეს უტიფრები, ეს მოღალატეები უნდა დავასრულოთ საქართველოში.